ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია სააგენტო როიტერსი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეკინიდან 80,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ასევე ძლიერი წვიმების შედეგად გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მასშტაბური სამძებრო სამაშველო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდა. ჩინეთის ხელისუფლებამ შობადობის გაზრდის მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედა. ინიციატივის ფარგლებში 2022 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ბავშვის სახელზე სახელმწიფო ყოველწლიურად 3,600 იუანს, ანუ დაახლოებით $500 გაიღებს. აღსანიშნავია, რომ თანხა ოჯახებს პირდაპირ არ გადაეცემათ და მისი გამოყენება მხოლოდ ბავშვის საჭიროების მიხედვით იქნება შესაძლებელი. ფაქტობრივად ეს იქნება ჩინეთის მთავრობის მიერ განხორციელებული სუბსიდია სამწლამდე ბავშვებისთვის. ხელისუფლების მიერ მსგავსი ზომის შემოღების მიზეზი შობადობის მკვეთრი შემცირების სტატისტიკაა. თუ 2017 წელს ჩინეთში 17,9 მილიონი ბავშვი დაიბადა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9,3 მილიონამდე შემცირდა. ამასთან 2020-2024 წლების შუალედში 41,500 სკოლამდელი სასწავლებელის დაიხურა. მიზეზი აღსაზრდელთა რაოდენობის 25%-ით შემცირება გახდა. შობადობის გაზრდის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ხელისუფლება ადრეული განათლების მიღებას მეტად ხელმისაწვდომს გახდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლის წინ ჩინეთისთვის გამოწვევა არა შობადობის შემცირება, არამედ მისი უკონტროლო ზრდა იყო. სწორედ იმ გამოწვევასთან გასამკლავლად დადგინდა ერთი ბავშვის პოლიტიკა და ის 1980 წელს ამოქმედდა. სტრატეგიის ფარგლებში ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებს ერთზე მეტი შვილის ყოლა შეეზღუდათ. ერთი ბავშვის პოლიტიკა 2015 წელს სამუშაო ძალის დაბერებისა და შობადობის მკვეთრად შემცირების გამო შეჩერდა. ისჯერა 2 შვილის პოლიტიკამ, შემდეგ კი 3 შვილის პოლიტიკამ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი ჩინეთში 2021 წლიდან მოქმედებს. ჰონკონგური კომპანია CK Hutchinson 23 ქვეყანაში მდებარე 43 პორტის, მათ შორის პანამის არხის სიახლოვეს მდებარე 2 მსხვილი ნავსადგურების გაყიდვას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Asia Financial ავრცელებს. მიზეზი ჩინეთსა და ამერიკას შორის დაძაბული ვითარებაა. სავარაუდოდ პანამაში მდებარე პორტების გაყიდვისთვის დათქმული ბოლო თარიღი გადაიწევს. ერთ მხარეს ოფიციალური პეკინია, რომელსაც გასაყიდ პორტებში წილების შენარჩუნება ან გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლების მიღება სურს. მეორე მხარეს კი ოფიციალური ვაშინგტონია, რომელიც მსგავს შეთანხმებას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ ჰონკონგური კომპანიის გადაწყვეტილებას ტრამპის ზეწოლის ფონზე გაყიდოს პორტები ჩინეთში კრიტიკულად შეხვდნენ. მეტიც ადგილობრივმა მედიამ CK Hutchinson სახელმწიფო ინტერესების ღალატში დაადანაშაულა. კომპანია გარიგების ისე გადაწყობას ცდილობს, რომ მან არც ერთი და არც მეორე მხარე არ დააზარალოს და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე პორტის გაყიდვა კიდევ დიდი ხნით არ გადავადდეს. ამერიკული სარკინიგზო ინდუსტრიის ლიდერებმა Union Pacificმა და Norfolk Southernმა გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს. შერწყმის შემთხვევაში შეიქმნება პირველი ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მარშრუტი, რომლის საბაზრო შეფასება 200 მილიარდამდე იქნება. საერთო სარკინიგზო მარშრუტის სიგრძე კი შტატების დასავლეთში 52,000, სამხრეთში კი 32,000 კილომეტრი იქნება. ორი კომპანიის გაერთიანება ჩიკაგოს, მემფისისა და ახალი ორლეანის სარკინიგზო ჰაბების ეფექტურობას გაზრდის, თუმცა ამ ეტაპზე საკითხს რეგულაციების ფედერალური ორგანო იკვლევს. განხილვის პროცესმა შესაძლოა 2 წელსაც კი გასტანოს. აღსანიშნავია, რომ UP-სა და NS-ის გაერთიანება ტრამპის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება. ცნობისთვის Union Pacific ყოველწლიურად 1,3 მილიარდი ბუშელი ხორბლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, აქედან 30-40% ექსპორტზე გადის. რაც შეეხება Norfolk Southern-ის მის დახმარებით ამერიკული სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტის გადაზიდვა ხდება. 2025 წლის 28 ივლისის მონაცემებით UP-ის ერთი აქციის ფასი $224,74, NS-ის კი $282,38. ამერიკული ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 5,7 მილიარდის აქციები გაყიდა. როგორც მარეგულირებლისთვის წარდგენილი უახლესი დოკუმენტიდან ვიგებთ, ანტრეპრენიორმა 954 მილიონის ღირებულების 4,2 მილიონი აქცია გაყიდა. აღნიშნული ტრანზაქცია მრავალმილიარდიანი პაკეტის ფარგლებში შედგა, რომელიც ბეზოსმა ამერიკის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელ კომისიასთან გასულ წელს შეათანხმა. ბეზოსის ტრანზაქციების პარალელურად აპრილში დაფიქსირებული ლოკალური მინიმუმის შემდეგ ამაზონის შეფასება 38%-ითაა გაზრდილი. ანუ ბეზოსმა აქციები სარფიანად გაყიდა. თავად ბეზოსმა აქციების გაყიდვა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, რის შემდეგაც დაახლოებით 50 მილიარდის ფასიანი ქაღალდები აქვს გაყიდული. ამჟამად ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg 252 მილიარდად აფასებს. ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი ამაზონზე მოდის, რომელიც ამერიკელმა 1994 წელს დააფუძნა.
2025 წლის თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე თურქეთმა კიდევ ერთი ახალი შეიარაღება გაზაპი წარადგინა. საუბარია 970 კილოგრამიან თერმობარულ ვაკუუმურ ბომბზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში შექმნილი ყველაზე მძლავრი არაბირთული იარაღია. წინამორბედთან შედარებით გაზაპი სამჯერ მძლავრია და მისი განთავსება ამერიკულ F-16-ზეა შესაძლებელი. ბომბის მოქმედების რადიუსი 250 მეტრია და ყოველ აღნიშნულ მეტრზე 10 ასაფეთქებელი ფრაგმენტი გავრცელდება. ეს იარაღის ლეტალურობას მკვეთრად ზრდის. სტამბოლში გამართულ გამოფენაზე თურქეთმა კიდევ ერთი 970 კილოგრამიანი ბომბი ნებ-2 გოსტი წარადგინა. გაზაპისგან განსხვავებით მისი დანიშნულება არა ზედაპირული აფეთქების გამოწვევა, არამედ რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე ჩაღწევა და სამიზნის განადგურებაა. მოლდოველი ოლიგარქი დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთიდან მოლდოვაში ექსტრადაციას დათანხმდა. ამის შესახებ როიტერსი წერს. პლახოტნიუკის ადვოკატის ლუსიან როგაჩის თქმით, პლახოტნიუკი მზადაა საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლობს. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. მას ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში. ყაზახეთის სამომხმარებლო სურსათის არეზერვო მომარაგების შემნახველი კორპორაცია ექსპორტიორების მიერ ხორბლის უცხო ბაზრებზე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებაზე განცხადების მიღებას აჩერებს. გადაწყვეტილება სახელმწიფო ოპერატორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ლიმიტის მიღწევის გამო მიიღეს, წერს ყაზახური გამოცემა ეიდალა კეიზი კორპორაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 24 ივლისის მონაცემებით სურსათის კორპორაციამ მარცვლეულის 409,600 ტონა ხორბლის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების კომპენსაციის სახით გადამზიდავების ანგარიშზე 9,1 მილიარდი ტენგე გადარიცხა. თანადაფინანსებულ გადაზიდვებს საექსპორტო მიმართულებების ჭრილში, რომ შევხედოთ ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანში 174,400 ტონა ხორბალი, ბალტიის პირეთის ქვეყნებში 119,300 ტონა ხორბალი, ასევე შავი და ბალტიის ზღვების გავლით სატრანზიტო მარშრუტებზე 63,800 ტონა ხორბალი. პროტკორპორაციაში აღნიშნავენ, რომ ექსპორტის გეოგრაფია ადასტურებს ყაზახური ხორბლის მიმართ უსხოვრი ბაზრებიდან მაღალ ინტერესს.